გამარჯობა, მოგესალმებით. ეს არის დროებითი საცხოვრებლის მე 4 ეპიზოდი? მე 4 ეპიზოდი? კი, უკვე 4-მდე მივედით. რას ნიშნავს მე 4 ეპიზოდი? გვიგვიანდება ამ ეპიზოდის ჩაწერა და გაშვება. მაგრამ მთავარია რომ მაინც მოვახერხეთ. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ არის წარღუნა და გრუხუნის ხმა თუ გაიგეთ, ეს იმას არნიშნავს, რომ გვარბებენ უბრალოდ ძალიან წვიმს და შეიძლება ეს ხმები შემოვიდეს, თუმცა რაღაც ატმოსფერას კი, ქმნის, კი, ჩვენ ჩაცლოვში ვერ მიხვდეთ რომ გარეთ წვიმს, მაგრამ მზე იყო. მინდი იყო. მაგრამ ნუ ესე მოხდა და ამან არ შეგვება მე უკვე გრუხუნი იყო არა. კაი, პირველ რიგში სანამ გადავალთ ამ ეპიზოდის სალაპარაკო საკითხებზე, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე, Instagram-ზე გამოგყვეთ და Facebook-ზე და გვალაიქოთ, ასევე გამოგყვეთ TikTok-ზე და TikTok-ზე მინდა ვთხოვო რომ ტროლბოტებმა არ მიგვატოვოთ, თქვენ ძალიან დიდ engagement-ს დებთ ჩვენთან და მე ნამდვილი ადამიანები გპოულობენ, ამიტომ ასე გააგრძელეთ, დიდი მადლობა და Spotify-ზე თუ მოსმენა გინდათ და ჩვენი სახის ყურების დანაკლისს დიდად არ განიცდით, შეგიძლიათ Spotify-ზეც გამოგყვეთ და იქ მოგვისმინოთ როგორც პოდკასტის ფორმატში მოკლედ. ერთი კვირა ჩაგვივარდა. ხო, მე მგონი, მაგრამ ეხლა ნაზღაურებთ, იმიტომ რომ ბევრი სალაპარაკოა. მაგრამ დღეს მგონი არის სხვანაირი ეპიზოდი გვექნება, იმიტომ რომ თუ სხვა ეპიზოდებში პირველ ნაწილში ჩვენ უფრო მეც ვლაპარაკობდით და მეორე ნაწილში სტუმარი პირად გამოცდილებებზე გვიყვებოდა. დღეს ჩვენი სტუმარი გარდა იმისა, რომ თვითონ დევნილია გალის რაიონიდან, ასევე აქტივისტია და უფლებადამცველია და მუშაობს და ადვოკატირებს დევნილების უფლებებზე უკვე დიდი ხანია. კი, და მგონია, რომ ძალიან შემეცნებითი გადაცემა იქნება ჩვენთვისაც, რაღაც კითხვები რაც გვაქვს, ცოდნის ჩავარდნები და ასე შემდეგ, იმედია რომ ჩვენი სტუმარი გასცემს ამ. კი, და ზუსტად ამიტომ მარტო არაფერზე არ გვინდა რომ ვილაპარაკოთ ამ ეპიზოდში, გვინდა რომ ჩვენი სტუმარი ჩვენთან ერთად იყოს, როგორც კი გადავალთ უშუალოდ დღევანდელ სალაპარაკო საკითხებზე, იმიტომ რომ მგონია არა, მან ჩვენზე ბევრად მეტი იცის, ბევრად მეტი გამოუცდია და უნახავს დევნილობის გამოცდილებაშიც და უფლებადაცვით საქმიანობაშიც და მგონია რომ ჩვენთვისაც ნამდვილად საინტერესო იქნება მისი მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ მე მქონია ბედნიერება არაერთხელ მესაუბრა მასთან ამ საკითხებზე. დაუძახოთ მოდი ჩვენ სტუმარს, ნანა გოგოხია ჩვენი სტუმარი. ნანა, რამდენად კომფორტულად გრძნობ ჩვენს საცხოვრებელში, დროებით საცხოვრებელში ადგილს, კი არა, და ზოგადად თავს. რომ არა გარეთ წვიმა, უფრო უკეთესი იქნებოდა. თუმცა იქ სადაც დევნილები არიან, მე მგონი სითბო განსხვავებულად იგრძნობა და ამიტომ მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მოსვლისთვის. როგორც ჩვენ შესავალ ნაწილში ვთქვით, ორი საკითხია პრინციპში, რაზეც ძალიან საფუძვლიანად გვინდა რომ შენთან ვილაპარაკოთ და მე გვინდა უკვე რომ გადავიდეთ შენს პირად დევნილობის გამოცდილებაზე. პირველი საკითხი არის ჩვენი წინა კვირის მოგზაურობა, ასე ვთქვათ და ჩვენს მაყურებელს ვეთყვი, რომ ჩემი სტორებიდან და პოსტებიდან ალბათ იცით, რომ გასულ კვირაში ზუგდიდში და წყალტუბოში ვიყავი, სადაც ან ყოფილ საცხოვრებლებს, ან უკვე დაცლილ საცხოვრებლებს, ან ჯერ კიდევ მოქმედ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს ვესტუმრეთ და გავესაუბრეთ იქ მცხოვრებ დევნილებს. ამ შეხვედრებზე ვიყავი ნანასთან ერთად და იქ რაც ვნახე, ჩემი აღშფოთება და შეშფოთება და რაღაცა ეს ემოციური ტურბულენტობა გამოვხატე სოციალურ ქსელებში, მაგრამ აქაც მინდა რომ გავიმეორო, იმიტომ რომ და მინდა რომ ამას გადავადოთ ის კადრები, რაც მე იქ გადავიღე, იმიტომ რომ მე მართლა არ მაქვს სიტყვები, რითიც ამას მე გადმოვცემ, რაც იქ ვნახე. მგონია რომ ეს ვიდეოები და ფოტოები თუ იტყვის რამეს, ყველაზე რეალისტურად თუ მოიტანს. ერთი არის ეს, რაზეც მინდა რომ დღეს ვილაპარაკოთ. და მეორე არის სოხუმის აეროპორტის ამბავი. რომელიც ახლა 1 მაისს, რომლისთანაც 93 წლის შემდეგ პირველად 1 მაისს 2025 წელს შესრულდა ფრენა რუსეთიდან და მე მგონი დევნილებმა ყველაზე კარგად ვიცით ეს რას ნიშნავს, შეიძლება ზოგადად საზოგადოებისთვის დიდად საგანგაშოდეს არ ჟღერდეს, მაგრამ ამაზეც მინდა ვილაპარაკოთ, რატომ არის ეს საგანგაშო. და მოდი დავიწყოთ საბინაო პოლიტიკით, დავიწყოთ იმით, რაც ვნახეთ წყალტუბოში და ზუგდიდში. შენ როგორც ვიცი, ზუგდიდში ცხოვრობ, მას შემდეგ რაც არა, რატომ მუშაობ. შეიძლება ირიბად შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრობ, იმიტომ რომ კავშირი გაქვს ზუგდიდთან, მოკლედ ეს არ იყო ჩემგან განსხვავებით, ეს არ იყო შენი პირველი ვიზიტი ან დევნილთა საცხოვრებელში, ან პირველი შეხება ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებთან, ხო? ამიტომ ამაზე მინდა გკითხო
რა იყო საერთოდ ის რაც ვნახეთ, როგორ მოვედით შენი აზრით აქამდე 2025 წელს ეგ ვნახეთ, რაც ვნახეთ და რამდენად შეიძლება ამის განზოგადება სხვა კომპაქტურ ჩასახლებებზე, სადაც არ ყოფილვართ, მათ შორის თბილისზე. თქვენ კი დღევანდელი პოდკასტი იმით დაიწყეთ, რომ წინა კვირა ჩაგვივარდაო. თუმცა წინა კვირას ის გასვლები, რომელიც ჰქონდა, თუნდაც წყალტუბოში და ზუგდიდში, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები იყო. დავიწყოთ იქ იმით, რომ ადგილზე, როდესაც ხედავთ 32 წლის შემდეგაც რა პირობებში უწევთ დევნილებს ცხოვრება და შემდეგ ცდილობ რომ ეს ყველაფერი გააცნო საზოგადოებასაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ამავდროულად მძიმეც. გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, ის რაც ნახეთ ორივეგან. წყალტუბოს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ შედარებით უკეთესი სიტუაცია, იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული ძველი ჩასახლებები, რომლებიც ადრე სასტუმროს ან სხვა დატვირთვის მატარებლები იყვნენ, დღეს ძირითადად განსახლებულია. თუმცა ეს არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში იმას, რომ დევნილებისთვის საბინაო პოლიტიკის საკითხი არის მოგვარებული. დღემდე ათასობით დევნილი და ასობით ოჯახი არის საცხოვრისის მოლოდინში და იმის მოლოდინში, რომ მათ დღეს თუ არა ხვალ ექნებათ საკუთარი ჭერი დაბრუნებამდე, თორემ დევნილებს რო კითხო სად არის მათი სახლი, მიუხედავად იმისა, რომ აქ შეიძლება უკვე გადაეცათ გარკვეული საცხოვრებელი ფართი, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ მათი სახლი არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ყოფილვართ იმ სახლში, ჩვენც ეგრე ვამბობთ ყოველთვის. ნიკო ამბობს, როგორ ამბობ შენ? დავიბადე რუსთავში, თუ გავიზარდე რუსთავში. ხო, ისე ვამბობ ხოლმე, რომ სოხუმში დავიბადე და უბრალოდ რუსთავში დროებით ვცხოვრობ და აქ გავიზარდე. კი. მაგრამ ეს დროებით ცხოვრება არის თელი ჩემი ცხოვრება, გარდა იმ 10 თვისა, რომელიც სოხუმში გავატარე. წყალტუბოში მეც ძალიან ხშირად ვარ ნამყოფი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილია და პირველად რომ ჩავედი, არ ვიცოდი რა იყო ისეთი, რაც მიზიდავდა და იმიტომ რომ პირველად არ მქონდა ინფორმაცია, რომ იქ დევნილები ცხოვრობდნენ და მე უბრალოდ აი ესეთი სეირნობის დროს აღმოაჩინე ეს საცხოვრებლები და ხო, კარგად მაქვს ნანახი მეც როგორ პირობებში ცხოვრობდნენ იქ და რაღაც ჰოლანდიელი ფოტოგრაფებთან ერთად ფოტორეპორტაჟიც ქონდა გაკეთებული და მაშინ რომ საუბრობდით უკვე უმეტესობას ქონდა ბინა მიღებული და ელოდებოდნენ გადასვლას და მახსოვს ანუ რამდენად რთული იყო მაინც ეს მათთვის ეს გადასვლის პერიოდიც, იმიტომ რომ ერთ-ერთი ქალი იყო რომელიც 5 შვილთან ერთად ცხოვრობდა და როგორც გვიყვებოდა რომ თავიდან ერთი ოთახი მისცეს ან ძალიან დიდი ოჯახი მრავალშვილიან ოჯახს და მერე ნელ-ნელა სხვები გადავიდნენ და მათმა მეზობლის ოთახები შემოიერთეს და იქ ქონდა თავისი ქმრის მიერ აწყობილი ავეჯი და ძალიან ენანებოდა ამის, იმიტომ რომ ქმარი დაღუპული ყავდა და ძალიან ენანებოდა ამის გადატანა და მეორე ვარიანტები იყო რომ ახალ სახლში გადავდივართ და ამ ავეჯს ხوار წავიღებთ, რაღაცა ეგეთი შეხედულებაც ქონდათ ხალხს და მე როცა დავბრუნდი უკვე და ვნახე ეს დატოვებული ავეჯები და რაღაცა მithumetes აი იმერეთი რო არის სასტუმრო, იქ ძალიან ბევრი რაღაცებია დატოვებული, რაღაც ეს ბავშვის დავალების როულები, ну აი ძალიან მეხსიერების ნახეთ სამგურალი ერქვა, ვერ დავიმახსოვრე ეს სახელი ამ იმის. სამგურალი აია და ასე შემდეგ. ხო, აი სამგურალი იყო ეგ, სადაც დათუნიები და სათამაშოები და რაღაცები ნახეთ, ძალიან აპოკალიფტურად გამოიყურებოდა ის შენობა. აი ამაზე თუ შეგიძლია კიდევ ისაუბრო, რომ თუნდაც აი ბინის მიღება რას ნიშნავს დევნილისთვის, მაინც ემოციური კავშირი აქვთ მაინც იმ ადგილებთან, სადაც ამდენი ხანი ცხოვრობდნენ, ხო? და ეს არ არის, ანუ მეც ყოველთვის მინდა ხალხს გავაგებინო, რომ ეს არ არის მხოლოდ გადავედით საცხოვრებლად და უკვე ბედნიერები ვარ და ყველა პრობლემა გადაიჭრა და სიამდვილეში მათთან რაღაც სხვანაირი მუშაობაც არის საჭირო და შენ თუ გქონია ეგ გამოცდილება. რა თქმა უნდა, ჯერ ის უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ თითოეული დევნილის ისტორია არის თავისებურად მძიმეც და საინტერესოც. რაც არ უნდა მას ამ ეტაპზე უხეშად რომ ვთქვათ, დადებითი დაბოლოება ქონდეს ამ ეტაპისთვის, ხო, რასაც საცხოვრებელი ფართის მისთვის გადაცემა ჰქვია. წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს შეიძლება ესეც თავამად ვთქვათ, რომ გარკვეულწილად გაუმართლათ, იმიტომ რომ ისინი
ცხოვრობდნენ იქ იმ ქალაქში, იმ მუნიციპალიტეტში, რომელიც ტურისტულად უფრო მიმზიდველია და სახელმწიფოს მეტნაკლებად ჰქონდა აქვს ეკონომიკური ინტერესი ჰქონდა რა თქმა უნდა განვითარების სურვილი. ამიტომაც რაღაცნაირად პრიორიტეტი გახდა წყალტუბოდან დევნილების განსახლება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წყალტუბოდან პირველ ჯერზე დევნილები განასახლეს მათ შორის ფოთშიც. და ძალიან რთულია, როდესაც დევნილობის შემდეგ შენ ახალ ადგილას იწყებ ინტეგრაციას, იწყებ ცხოვრებას და დაახლოებით 15-17 წლის შემდეგ ფაქტიურად იგივე ეტაპს გადიხარ და არც გაქვს არჩევანის უფლება, ასე გადაყავხართ თითქოს უკეთესი მიზნით ახალ ადგილას, სადაც თავიდან უნდა დაიწყო ცხოვრება. მაგრამ ეს თავისებური ტრამვაა, ისევ ხელახალი ტრამვაა. ხარ და უნდა ამოიგლიჯო იქედან ისევ და უნდა წახვიდე სხვაგან და თავიდან დაიწყეს მუშაობა, სადაც შენი შვილები დადიან სკოლაში. მეზობლები ყავს, მეგობრები ყავს. აბსოლუტურად. კი, რა თქმა უნდა. ეს რთულია, რა თქმა უნდა. თუმცა ვიცნობ ისეთ დევნილებსაც, რომლებიც ამ განსახლების შემდეგ, მაგალითად ფოთიდან ან საქართველოს სხვა რეგიონებში განსახლების შემდეგ, კვლავ დაბრუნდნენ წყალტუბოში და ადგილზე ცდილობენ გააგრძელონ ცხოვრება სხვადასხვა გზებით. აქ მინდა გავიხსენო, სამგურალში როცა ვიყავით, იქ მასპინძელით ყავდა მოკლედ ადამიანი გოგო, რომელიც ცხოვრობდა ამ ჩასახლების ადგილას და 4 წლის წინ განსახლდა, როგორც მახსოვს, თუ რაღაც რიცხვი არ მეშლება, დიდი ხნის წინ არა. და ეგეც რაღაც მოგვიყვა, რომ ერთი ოჯახი რო დარჩაო განსახლებელი სამგურალში, მეორე ოჯახი მანამდე არ გავიდა, სანამ ის ოჯახიც არ განსახლდა, მარტო არ დატოვა იქ. და ჩემთვის ეგ იყო, აი მე მგონი ყველა ეპიზოდში ვახსენებთ ამას, რომ როგორ გადავრჩით კითხვაზე, ესეც პასუხია, ვამატებ მოკლედ იმ გრძელ პასუხს, რაც ამ 4 ეპიზოდის განმავლობაში დაგვიგროვდა, რომ აი ესე გადავრჩით რა. აი ეგ იყო ჩემთვის რაღაცა, რაზეც მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, რომ რამხელა რამეა წარმოიდგინეთ ამდენი წლის ნალოდინები, ბინა და სახლი და ჭერი და ამას გადავადება. ამაზე უარის თქმა რაღაც დროით, რომ შენი მეზობელი ვისთანაც ამდენი წელი იცხოვრე, მარტო არ დარჩეს იმ ჩასახლების ადგილას. სწორედ მაგიტომაც ვფიქრობ, რომ ის არსებული სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს დღემდე დევნილთა მიმართ, არ არის სამართლიანი და ის არ არის ორიენტირებული დევნილის უფლებების დაცვაზე. სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც წლების წინ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით იქნა მიღებული, ის ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დევნილს დაბრუნებამდე შეუქმნას ღირსეული საცხოვრებელი პირობები. თუმცა საცხოვრებელ პირობებში არ იგულისხმება მხოლოდ რაღაც 4 კედლით აშენებული ჭერის გადაცემა. საცხოვრებელი პირობების სხვა ბევრ რაღაც სიკეთესაც მოიცავს, მაგრამ ისმის კითხვა აქვს თუ არა ეს უკეთესი პირობები, საყოფაცხოვრებო პირობები დევნილებს იმ ადგილებშიც კი, სადაც გარედან როგორც ჩანს ძალიან კოხტა კორპუსები, მრავალსართულიანი ბინები აშენდა. თუმცა ისიც საკითხავია, რატო ცხოვრობენ დღემდე თუნდაც წყალტუბოში იმ ნგრევად ობიექტებში დევნილები, რატო დარჩნენ ის დევნილები განუსახლებელი, რატო ვერ მიიღეს მათაც საცხოვრებელი. და თუ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დავიწყეთ მსჯელობას, ერთი პასუხი, რომელიც არარელევანტური იქნება, არის ის, რომ დევნილი ვერ განსახლდა, მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით. ეს ასე არ არის. დევნილს არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა და როდესაც მან ზუსტად თავის გადარჩენისთვის თვითონ დაიწყო ბრძოლა და უშველა თავს, რომ იმ ნესტში წლების განმავლობაში, იმ გაუსაძლის პირობებში მის შვილებს არ ეცხოვრათ, რაღაცნაირად გამოდის, რომ სწორედ ამისთვის დაისაჯნენ და დარჩნენ საცხოვრებლის გარეშე. კი ბატონო. ამაში გულისხმობ იმას, რომ თქვა ვინც საკუთარი ბინა შეიძინა, მსგავსი რაღაც თუ აი კონკრეტულად უფრო რომ გაიგოს მაყურებელმა თქვა რა შეიძლება გააკეთოს დევნილმა, რის გამოც მერე გადაიწიოს მისი საცხოვრებლის მიღების შანსმა. თუ მსგავს ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს ავიღებთ, პირველ რიგში ეს არის ის, რომ დევნილმა, რომელმაც შედარებით შეძლო და გაიუმჯობესა თავისი ეკონომიკური მდგომარეობა, ქირით გავიდა. კი, ან ბინა იგირავა, ან ვიღაც ნათესავმა, რომელიც ემიგრაციაში წავიდა. არ ენგრევა. არ ენგრევა, კი, და იმ ობიექტზე არ დარჩა.
იმ ობიექტზე არ დარჩენა და აი იმ სიდუხჭირეში ცხოვრების არ გაგრძელება სამწუხაროდ ნიშნავს იმას, რომ შენი განსახლების პროცესი გადავადებულია. ან შენ სასამართლოთი უნდა იბრძოლო საკუთარი უფლებებისთვის. რაზეც ასევე ვისაუბრებთ ზოგადად სამართლებრივი მხარდაჭერის აუცილებლობაზე დევნილების მიმართ. ეხლა მინდა გადავიდეთ ზუგდიდზე. წყალტუბოზე ასე თუ ისე ვილაპარაკეთ, რაც იქ ვნახეთ და ასევე რატომ განსახლდა, მაგრამ იმიტომ რომ ჩემი აზრით მათ შორის სამგურალის შენობა რაც ვნახე, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე იყო ყოფილი რეფერალური საავადმყოფოს შენობა. ახლა ჩემი არაექსპერტული თვალით გულისხმობ, იმიტომ რომ იქ უფრო არ მქონდა შიში, რომ თავში რაღაც დამეცემოდა სამგურალში, ვიდრე მქონდა რეფერალურ საავადმყოფოში და რა განცდაც რეფერალურ საავადმყოფოში მქონდა ყოფილი რეფერალური საავადმყოფოს შენობაში გამსახურდიაზე, თუ სწორად მახსოვს. რამდენი ოჯახი ცხოვრობს ახლა მან და როგორც გითხრეს 150-მდე ოჯახი. ესე გითხრეს ცხოვრობენ დევნილებმა და აქვე დავაზუსტებ იმ დევნილებმა, რომლებიც 12 წელია იქ ცხოვრობენ და ამაზეც გკითხავ ნანკა, იმიტომ რომ ეს ვიდეო, რომელიც მე დავდე რეფერალური საავადმყოფოდან და რომელიც გავრცელდა, მათ შორის არა მხოლოდ დევნილებმა, არამედ არადევნილებმაც გააზიარეს, იმიტომ რომ იმის ნახვა, რაც ჩვენ იქ ვნახეთ, შოკი და ცივი წყლის გადასხმა იყო ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ამან მერე გამოიწვია რაღაც ადამიანების გააქტიურება, რომლებიც ამ კომენტარებში წერდნენ, რომ ჩვენ დეзинფორმაციას ტყუილს ვავრცელებთ, რომ ის ადამიანები, ვინც რეფერალურ საავადმყოფოში შენობაში ცხოვრობენ, არ არიან 32 წელია დევნილები და გალიდან გადმოვიდნენ, ამ დევნილი არ არის, გალიდან თუ გადმოვიდა, დევნილი არ არის. აი მაგალითად გალში ცხოვრება თუ მისთვის გაუსაძლისი გახდა 5 წლის წინ, ის დევნილი არ არის. ამ განწყობით თვითონ გვეუბნებოდა ეს ადამიანი, ვინც წერდა, რომ თვითონ არის იქ მცხოვრები და რაღაცა მე და მელაპარაკეთო მოკლედ და გითხრეს რომ ჰუმანიტარული დახმარება მარტო პირველ სასახლეზე რატომ მიიტანეთ, რაც არის ძალიან სასაცილო, იმიტომ რომ რასაც გულისხმობდა ეს ადამიანი იყო, რომ ბავშვები იყვნენ ძალიან ბევრი, მცირეწლოვანი ბავშვი იყო და უბრალოდ მაღაზიაში გადავირბინეთ და ბანანი და შოკოლადი ვიყიდეთ და დავდეთ სადარბაზოში სკამზე. და ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც პირველ სართულზე მივიტანეთ და ეს ჩამოვალიგეთ და მე-4-ზე ან მე-3-ზე არ მივიტანეთ. ხო, მოკლედ ჩემთვის ასევე ძალიან შეურაცხყოფელი იყო იმ ხალხის მიმართ ეგ რომ ისინი იქ არ ცხოვრობენ 32 წელია, ვინც ჩვენ იქ ვნახეთ, პირველი მოსახლე რო ვნახეთ, გახსოვს ბოლო სართულზე კაციო ცხოვრობდა. ეხლა როგორ შეიძლება ამ ადამიანებს თუ იცნობ, ეგ თქვა მე ამ ადამიანებზე რომ და თუნდაც რა თქმა უნდა, თუნდაც 5 წელი მოგიწიოს გავს სიტუაციაში ცხოვრება, ანუ რატო უნდა მოგიწიოს, როდესაც ანუ ადამიანის სახე არ უნდა დაგაკარგვინოს სახელმწიფომ, თუნდაც არც ერთი დღის განმავლობაში. ამაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ ნანკა. რა გამოცდილება იყო ეს? ის რაც ეხლა ჩამოთვალე და ახსენე, ვერო ეს ყველაფერი ხო თვალნათლივ აჩვენებს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევების წინაშეც დგას დღეს დევნილი თემი. ის ჰუმანიტარული, რომელზეც მოიწერა ამ ადამიანმა, ეს ხო იმაზე მიანიშნებს, რომ დევნილები ჯერ კიდევ საჭიროებენ მსგავსი სახის დახმარებას. იმიტომ რომ არაერთი ოჯახისთვის დღეს არჩევანი დგას, მიიღოს 45 ლარიანი დახმარება თუ 10 ან 15 ლარით მეტი სოციალურად დაუცველობის დახმარება თუ რა თქმა უნდა მან სოციალურად დაუცველი სტატუსი და შესაბამისად დაბალი ქონები მიიღო. ორივე ერთად გამორიცხულია. გარდა ამისა, ანუ შეუძლებელია რომ სოციალურად დაუცველი დევნილი იყო, ან ერთი დევნილი სტატუსით იქნები, მაგრამ დახმარებას ვეღარ არის. ხო, არჩევანი უნდა გააკეთო 45 ლარსა და 60 ლარს შორის. ეს ძალიან მკაფიოდ რომ ვთქვა, თანხების რაოდენობა და აი, როდესაც მსგავს ორ თანხას შორის არჩევანს აკეთებ, მე მგონი უკვე ჩანს ხო რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს მსგავსი ოჯახი. თუმცა ამ დასახლებაში, რომელსაც ჩვენ ვესტუმრეთ, მსგავსი დაზიანებები, მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ობიექტი არის ის ობიექტი, რომელსაც აქვს უკვე სამხარაულის დასკვნა, რომელთაც დგინდება, რომ ობიექტი არის საცხოვრებლად უვარგისი. ხო, მაგრამ ეგეთი დაზიანებების მქონე არა, რომ სასწრაფოდ გასაყვანი იყოს. აი, როგორც ვთქვათ, სხვა ობიექტზე მოხდა, სადაც გვახსოვს რამდენიმე წლის წინ შენობა მოიგრა, მცირეწლოვანი ჩაიყოლა შენობამ. ესეც ზუგდიდში მოხდა, ძალიან ცნობილი ფაქტია. კი, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ის ფაქტიც არ აღმოჩნდა საკმარისი მაშინ, რომ ამ ოჯახს საცხოვრისი მიიღო და მათ კიდევ მოუწიათ ბრძოლის გაგრძელება. ეს კონკრეტული შენობა, აქ ცხოვრობდნენ მართალია სხვა ოჯახებიც, მათი ნაწილი განსახლდა, ნაწილი დარჩა განუსახლებელი. კვლავ ისმის კითხვა,
სხვა. თუ ერთ შენობაში, ერთსა და იგივე პირობებში ცხოვრობდნენ დევნილი ოჯახები, მაშინ რატო ხდება, რომ ნაწილის განსახლება და დაკმაყოფილება უკვე მოხდა, ნაწილი კი იგივე პირობებში რჩება. რა თქმა უნდა, გამოთავისუფლებულ სივრცეში შევიდნენ დევნილის სტატუსის მქონე გალელები, მაგრამ მათი იქ ყოფნა კიდევ სხვა პრობლემის მაჩვენებელია. იმ პრობლემის, რომ სახელმწიფო ვერ ხედავს გალელების მოწყვლადობას და ის არსებული საცხოვრებელი და განსახლების პროგრამები, რომლებიც დღეს ავად თუ კარგად დევნილთა სააგენტოს გააჩნია, ნაკლებად ხელმისაწვდომია, თითქმის ხელმისაწვდომი არ არის გალელებისთვის. რომ ყოფილიყო ეს განსახლების პროგრამები გალელებისთვის ხელმისაწვდომი, მაშინ ეს ადამიანები იქ არ დაიწყებდნენ ცხოვრებას. უფრო მეტიც საბერიოში დატრიალებული ტრაგედია, როდესაც ანგელოზების სიცოცხლე შეიწირა ხანძარმა, ხო, მათი მშობლებისთვისაც აქეთ ენგურს გამოღმა, რომ ყოფილიყო განსახლების პროგრამები უფრო მეტად ხელმისაწვდომი, შეიძლება სხვა რეალობა ქონოდა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყოს, რომ გალელები ხშირად ამბობენ, რომ ორმაგი მივიწყების სუბიექტები არიანო. სტუმარი ყავდა წინა პოდკასტზე ჩვენი მეგობარი, რომელიც აგრეთვე გალში არის დაბადებული და იქ გაიზარდა და სწორედ მაგას ამბობდა, რომ საქართველოს მთავრობაც არ აქცევს დიდად ყურადღებას და შესაბამისად აფხაზეთში რო ცხოვრობენ, იქაც პირიქით ძალიან დიდი ბულინგის და შევიწროების მსხვერპლი. ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველები ეს მხოლოდ გალს არ ეხება, არამედ ახალგორსაც გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან. სხვადასხვა გამოწვევები აქვთ, უფრო მეტი გამოწვევა, რომელიც შეიძლება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილს არ ქონდეს. ამიტომ მათ მიმართ სახელმწიფო სხვა პროგრამებს უნდა ახორციელებდეს და სხვანაირ პრიორიტეტსაც უნდა ანიჭებდეს. სწორედ ამიტომაც ის გალელი, რომელიც ელოდება, რომ ერთხელაც იქნებ დადგეს მისი ჯერი განსახლების და რო არ აქვს სხვა ალტერნატივა, ზუსტად იკავებს საცხოვრებლად ისეთ შენობა ნაგებობებს, როგორიც ჩვენ ვნახეთ ზუგდიდში აი ამ რეფერალური საავადმყოფოს აქ რა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მათგანი აღნიშნავდა აქ ცხოვრების წინაპირობად, რომ უბრალოდ გაუსაძლისი იყო მათთვის გალში ცხოვრება და ნაწილი მათგანი ამბობდა, რომ ქირა, რომელიც 150 და 200 ლარს შეადგენდა ზუგდიდში მაგალითად, ეს იყო მათთვის რთული და ხშირად შეუძლებელი, რომ გადაეხადათ და ამიტომ შევიდნენ იქ. ანუ იმის თქმა, რომ ეს რაღაცა სასიამოვნო გამოცდილებაა ვინმესთვის და მგონია, რომ ამას მხოლოდ ის იტყვის, ვისაც ან რაღაც სხვა ინტერესი აქვს ამის თქმის, ან არ არის ნამყოფი, ან ვიდეოც კი არ უნახავს იმ ადგილას, იმიტომ რომ იქ შესვლა და იქ ცხოვრება მართლა არის უკიდურესი გაჭირვების, უკიდურესი მოწყვლადობით მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა ისიც, რომ როდესაც დევნილის სახელით, ხო, ჩვენ ესეც არ ვიცით ნამდვილად დევნილი იყო თუ არა, მაგრამ დევნილის სახელით, როდესაც ერთ-ერთმა ადამიანმა გაგვიზიარა, რომ ის უფრო დიდი ხანი ცხოვრობდა ადგილზე და დანარჩენები იყვნენ ახალი შემოსულები, აი ეს დაპირისპირება დევნილებს შორის, ესეც არ არის მართებული. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ დევნილებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ერთმანეთის გვერდში დგომა. მხოლოდ გაერთიანებით, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შეიძლება იმ პრობლემების გადაჭრაზე ვიმუშაოთ, რომელიც დევნილთა თემს დღეს გააჩნია. და ასევე მაშინაც შენ იკითხე ეს იქვე ნანკა და აქ მინდა რომ გავაჟღერო, რომ ერთი ქალი, რომელიც 32 წელია იქ ცხოვრობს, გვიყვებოდა, რომ ნახევარი ქულის გამო არ მოხდა მისი ოჯახის განსახლება. ასევე არაერთმა ოჯახმა მოგვიყვა, რომ სახლში არ იყვნენ, რომ დაადგნენ ესენი თავზე და სახლში რო არ იყვნენ, ამის გამო ან გადაიწევს, ან იმ წელს რო დარეგისტრირდი ის აღარაფერში ვარგა თუ აი რაღაც სიგიჟე ხდება, რა, ნუ სახლში უნდა იჯდე, 32 წელი უნდა იჯდე სახლში და ელოდო როდის მოვლენ, თან გაუფრთხილებლად უნდა მოვიდნენ, თან მე ერთი პერიოდი თამთა გვიყვებოდა, რომ ღამე ტერორისტები დაადგებოდნენ დევნილებს, რომ ღამე იქ რამეს ტელევიზორის გატანას ვერ მოახერხებდნენ. ანუ ის რომ როგორ ვიღაცებმა ასევე დაწერეს, რომ როგორ მოახერხეს, რომ ამდენი წელი ამ მდგომარეობაში ცხოვრობენ. ამ მდგომარეობიდან ამოსვლა არის სახელმწიფოსგან არ არის მიღებული, იმიტომ რომ რაც უფრო ამოხვალ, წეგან ანკარასაც ამბობდა, რომ რაც უფრო ამოხვალ ამ მდგომარეობიდან, მით უფრო განუსაზღვრელი ხდება ის მომავალი, რომელშიც შენ საცხოვრის მიიღებ. ამიტომ ეგეც რისი თქვა მინდოდა წეღანამ ნახევარ ქულაზე.
როცა ავარიულია შენობა, შენ ამბობდი, რომ არ შეიძლება იმ შენობაში რაიმე ტიპის იერარქიით აწყობდე ოჯახებს და ქულებს უწერდე ისევ, იმიტომ რომ შენობას აქვს ავარიულობის სტატუსი და ყველა ერთად ცხოვრობს იქ. სწრაფოდ გამოსასახლებელია ყველა იქედან. მაგრამ ამ სტატუსებშიც როგორც გავიგეთ ხალისხებია, რომ ისე რა ინგრევა თუ, ჩქარა ინგრევა თუ, ნელა ინგრევა თუ როგორ. ნაკა თუ შეგიძლია რაც გააქვს შენ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბურუსით მოცული ინფორმაცია, როგორ ხდება ქულების განაწილება და პრიორიტეტები და ასე შემდეგ. მე ერთ-ერთი ის ვიცი, რომ შენი საკუთარი ბინა თუ გაქვს, ეს არის მესამე ტალღა და ჯერ არ ელოდო არაფერს და ეს მესამე ტალღა შეიძლება იყოს, როცა 70 წლის ხარ თუ არ ვიცი, მაშინ რომ გამოვთვალეთ რაღაც ძალიან 70 წელიწადში იყო და აი რა ინფორმაციაც გაქვს რომ მივაწოდოთ ჩვენს სვენელებს, როგორ ხდება ეს დათვლა ქულების და თან როგორც ვიცი შეიძლება ვთქვათ ვიღაცას ერთნაირი ქულები ქონდეს და მე მათ შორის შეჯიბრი ხდება და ასე შემდეგ. ზოგადად მე ვისურვებდი რომ დევნილები უფრო მეტად იყვნენ ხოლმე ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ. დღეისათვის საკმაოდ მწირია ის შესაძლებლობები, სადაც დევნილს შეუძლია თუნდაც უფასოდ საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია მიიღოს, მაგრამ რაც არსებობს ის რესურსები და მექანიზმები მაინც აუცილებლად უნდა გაგვიყევი რა ყველაფერი და გაუზიარებთ ჩვენს მსმენელსაც. ხო, ალბათ ძალიან რთულია ვერო რომ ეხლა ერთი გადაცემით გააზიარო ყველა იმ უფლების შესახებ, მაგრამ მე მგონია რომ მსგავსი პოდკასტები ზუსტად ხელს უწყობს დევნილების ინფორმირებულობასაც და არა მხოლოდ დევნილების, მაგრამ პირველ რიგში დევნილების. რაც შეეხება განსახლების პროცესს, როგორც აღვნიშნე, ჩვენ გვაქვს სახელმწიფო სტრატეგია, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი დევნილების მიმართ, რომელიც უკვე არაერთი წელი არსებობს და ამ დოკუმენტიდან გამომდინარე სახელმწიფო ყოველწლიურად იღებდა იდეაში დღესაც უნდა მიიღოს სამოქმედო გეგმა, ანუ კონკრეტული 2 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ის აღწერს დევნილების განსახლების პროცესს და არა მხოლოდ განსახლების პროცესს, არამედ იმ პროგრამების განხორციელების პროცესსაც თავისი ინდიკატორებით ვართ, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია დევნილთა მხარდასაჭერად. ხშირად მსმენია დევნილებისგან, რომ აი რა საჭიროა ეს ქულები, ჩვენ ხო ყველანი დევნილები ვართ და უნდა განსახლდეთ. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ ის, რომ ჩვენ აფხაზეთის ომის და ასევე ცხინვალის ომის შემდეგ საკმაოდ ბევრი წელი არ გქონდა არანაირი პოლიტიკა და ხედვა დევნილების გასაძლიერებლად და მაშინ როდესაც ეს დოკუმენტები იქნა მიღებული ეს უკვე მიღწევა იყო შესაბამისად ქულები შეიქმნა იმისთვის რომ ყველაზე მოწყვლადი დევნილის იდენტიფიცირება მომხდარიყო მაგრამ ამ იდენტიფიცირების შემდეგ განსახლება შედარებით უფრო სწრაფი ტემპით უნდა განხორციელებულიყო რატო იმიტომ რომ არ შეიძლება რა თქმა უნდა არ შეიძლება დევნილი მაგალითისთვის აპლიკაციის შევსებიდან წელი 2 წელი 3 წელი ელოდებოდეს თავის განსახლების პროცესს ეს ხელს უწყობს მის სიღარიბეში დარჩენას და არა ვთქვათ პირიქით გაძლიერებას რაც ახსენე მესამე და ბოლო ეტაპი სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი დევნილთა მიმართ ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპიან მხარდაჭერას დევნილების მიმართ მაგრამ არამც და არამც მხოლოდ განსახლების პროცესს უბრალოდ საქმე ის არის რომ ისე გაიწელა ეს განსახლების პროცესი რომ არასოდეს არ დადგა ჯერი სხვა დევნილების ყველასგან დავიწყებული არის კერძოდ მცხოვრები დევნილები აი ვინც თავისი შრომით შეიძინა მაგალითად საცხოვრისი ხო ასეთ კატეგორიას განვეკუთვნები მეც თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ძალიან მარტივი იყო ჩემი ოჯახისთვის ბინის შეძენა ეს სხვა გამოწვევებთან სხვა ტრამვებთან იყო დაკავშირებული მაგალითად თუნდაც იმასთან რომ მე და ჩემი ძმა ვიზრდებოდით გავიზარდეთ პრინციპში ჩვენი მშობლებისგან შორს იმიტომ რომ ისინი იყვნენ ემიგრაციაში და უნდა ეშრომათ იმისთვის რომ ჩვენ არ დაულოდებოდით სახელმწიფოს და მათი შრომით შეგვეძინა აღნიშნოთ სხვა ეპიზოდებშიც გვითქვამს რომ დევნილისთვის სახელმწიფო არასდროს არ იყო პირველი ვისაც მიმართავდა დევნილისთვის როგორც წესი სახელმწიფო არის უკანასკნელი ვისი იმედიც აქვს და ბოლოს თუ ყველა არაფერი არ გამოვა არც ემიგრაციით გამოვა არც შრომით გამოვა არც არაფრით არ გამოვა ბოლოს უკვე ამ იმედის გადაწურულობით და ამ რაღაცა ასეთი მოწყვლადობის პირობებში ახსენდება რომ სახელმწიფო ვალდებული კი არა იქნებ სახელმწიფო დამეხმაროს ვალდებულებაზე აქ უკვე ლაპარაკიც არ არის. ამიტომ იმის თქვა რომ დევნილების სახელმწიფო შეჰყურებენ უბრალოდ ტყუილია. როცა დევნილები ჯერ ერთი ამ მოწყვლადობაში მათი დატოვება არის სახელმწიფო გადაწყვეტილება და პოლიტიკაა ჩვეულებრივი დევნილების მიმართ. ხა დევნილს რომ ავალდებულებრო ძირს პარკეტი არ კონდეს და მიწურზე იყოს რომ ქულა დაუწერო რომ განასახლო
ანუ აქ რაზე ვლაპარაკობთ ხო რა დევნილების მათხოვრობაზე როგორ ჯემალ გამახარიამ თქვა და რა იმაზე რომ დევნილებს შრომა ეთაკილებათ ან ეზარებათ ხო ასევე ემიგრაციას რაც შეეხება ეს გამოცდილებაც არის რავი მე მგონი ყველა დევნილის ოჯახი არ დევნილს არ ვიცნობ ან ძალიან ცოტას ვიცნობ ვისაც დროებითი ემიგრაციის გამოცდილება მაინც არ აქვს დროებით შეიძლება 2 წლიან 3 წლიანი და იქ 15 და 20 წლიანზე აღარ ვლაპარაკობ კიდე ერთი რაც ახლა გამახსენდა ამ კერძო საკუთრების შეძენაზე მე მგონი შენ მიყვებოდი რანკა აი ზუგდიდში რომ ვიყავით რომ იპოთეკის გადახდაზე რაღაც პროგრამა ჰქონდა აფხაზეთის მთავრობას თუ ვის და მომიყევი რა აი მოგიყევი ხო მაშინ ცოტა უფრო როგორ თქვა პრიორიტეტულად შეიძლება ითქვას მიაჩნდა სახელმწიფოს დევნილები ნუ ამას იმიტომ ვიტყვი პრიორიტეტულ სიტყვას იმიტომ ვახსენებ რომ მაშინ არსებობდა სამინისტრო დევნილთა სამინისტრო რომელიც მერე გააუქმეს და შესაბამისად დღეს გვაქვს მხოლოდ სააგენტოს დონეზე უწყება ხო იყო პერიოდი როდესაც სახელმწიფო ოღონდ ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებდა არა მხოლოდ იმ პროგრამებს, რომლებიც დღეს ჩვენთვის ცნობილია, მაგალითად აი ამ კორპუსების მშენებლობა და ან სოფლად-სახლის პროგრამა, რომელიც საერთოდ არ მიმაჩნია მართებულად მისი განხორციელება. არამედ იყო მაგალითად ისეთი პროგრამები, როდესაც დანიის სტოლთა საბჭოს მხარდაჭერით თუ დევნილს ნაყიდი ჰქონდა, ან ვიღაცამ აჩუქა და კერძო საკუთრებაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, მაშინ ამ მიწის ნაკვეთზე კერძო სახლების მშენებლობის პროგრამა მიმდინარეობდა და ხორციელდებოდა, რომელიც ასევე შეწყდა. იყო ასევე იპოთეკა. რატო შეწყდა ნამკა? გაურკვეველია რატო შეწყდა, თუმცა დანიის სტოლთა საბჭოს მოთხოვნით ნამდვილად არ შეწყვეტილა. ასევე არსებობდა იპოთეკური ცესხის თანადაფინანსების პროგრამა, როდესაც მაგალითად დევნილი, რომელიც თვითონ შრომობს, აქვს გარკვეული შემოსავალი, არ არის ამ სიღატაკეში და დააღწია რაღაცნაირად სიღარიბეს თავი და უნდა თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება ყიდულობდა ბინას იპოთეკით, თუმცა მის თანა გადახდაში გარკვეული პროცენტულობით ეხმარებოდა სახელმწიფო. სამწუხაროდ უჯდებოდა სახელმწიფოს განსახლება დევნილის ამ და მაგ შემთხვევაში უკვე აღარ ანუ ბინას აღარ მოხსენდა. ხო, არა, ალტერნატივა იყო, როგორც ალტერნატივა. იმიტომ რომ ჩვენ ხომ დევნილთა თემშიც ვართ სხვადასხვა ესე ვთქვათ შესაძლებლობის მქონე დევნილები, ვართ დევნილები, რომლებიც არ ვიცი, ისწავლეს, შრომობენ, შედარებით მაღალი მოსავალი აქვთ არიან დევნილები რომლებიც აი გალიდან გადმოვიდნენ და მათთვის ძალიან რთულია ეხლა აქ ცხოვრების დაწყება არიან დევნილები რომლებსაც უფრო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ ამიტომ პროგრამები იდეაში აი ამ დევნილთა საჭიროებებს უნდა იყოს მორგებული მაგრამ ჩვენ ვიცით რომ 2010 წლის შემდეგ როდესაც ბოლოს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა დევნილთა საჭიროებების კვლევა სამწუხაროდ დევნილთა საჭიროებების სიღრმისეული კვლევა არ ჩატარებულა 2010 წლის შემდეგ ხალხო ამიტომ უცნობია რეალურად 15 წლის წინ ჩატარდა ბოლო კვლევა 15 წლის წინ წლის იყავი 15 ვინ გიკვლია გოგო 15 წლის წინ ვინ გიკვლია 15 წლის წინ აი მითხარი ან მე მიკვლია მაგაზე ბევრად პატარა დევნილები არიან ეხლა ადამიანები რომელსაც დევნილების სტატუსი აქვთ და რაც ასევე მინდა კითხვა ამ იპოთეკის პროგრამაზე მე არასდროს არც ერთ კვლევაში არ ვხვდები ხოლმე სხვათა შორის ეგ პროგრამა რო შემოვიდა მაშინ სოზარ სუბარი იყო მინისტრი დევნილთა მინისტრი და ძალიან მიკვირს შემდგომში მისი ცვლილებები და დამოკიდებულება კი ტრანსფერ ფერიცვალებას მისი პერსონაჟის განვითარება. კი, ბევრი რამე გვიკვირს და გვაოცებს დღესდღეობით დევნილებს განსაკუთრებით ჩემი აზრით, არ ვიცი. მაგრამ ეს ბოდიში ეს პროგრამები ყველა გამოდის რომ ძალიან მოკლევადიანი იყო. კი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინდა-მაინც საქართველოს მთავრობის, ხო, იმ თუნდაც რაღაცა სოფლიო ბანკი ახსენე ერთხელ, მეორე დანიის სტოლთა საბჭო ახსენე, რაღაცა deep state-ის სუნიმცემს ამ ხარდაჭერებში. დაახლოებით 2014-2016 წლამდე ძირითადად მათ შორის განსახლების პროგრამებიც და მათ შორის სხვა პროგრამების დევნილთა მიმართ ძირითადად საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდებოდა და უდიდესი იყო მათი წვლილი როგორც ფინანსური, ასევე ინსტიტუციურ გაძლიერებაში და ასე შემდეგ. და შემდეგ, როდესაც უკვე ნელ-ნელა შემცირდა და შეწყდა ამ მხარდაჭერის განხორციელება, ზუსტად ამისი გამოწვევი მიზეზი იყო ის, რომ მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩართვალეს, რომ სახელმწიფო შეეძლო თვითონ გაერთვა თავი
დევნილთა პრობლემების მოგვარებისთვის. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ წლები გადის, აი ზუგდიდში ყოფნის დროს ერთი ოჯახი გამახსენდა იქ ინგირის მეურნეობაში, როდესაც ვიყავით, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს უწევდა სამართლებრივ კონსულტაციას და მხარდაჭერას, მაშინ იბრძოდნენ საკუთარი ჭერისთვის და მამა ამბობდა ოჯახში, რომ მე ვიცი, რომ ვერ მოვესწრები აფხაზეთში დაბრუნებას, მაგრამ მინდა რომ გარდავიცვლები ისეთი სივრციდან მაინც გაამასვენონ, სადაც სირცხვილი არ იქნება სტუმრების მოსვლა. და სხვა შორის სახალხო დამცველსაც დადგენილი ქონდა მისი უფლებების დარღვევის ფაქტი, რეკომენდაციაც გასცა, რომ მოკლე ვადებში ყოფილიყო უფლებების აღდგენა ამ ოჯახისთვის, თუმცა აი ეხლა ზუსტად წინა კვირას რო ვიყავით, აღმოვაჩინე, რომ მამა გარდაიცვალა, რომელიც ონკოპაციენტი იყო, თუმცა ოჯახი ისევ იქ ცხოვრობს, ის ობიექტიც ასევე დაზიანებულია და კი, მახსოვს, ეს ერთ-ერთი ბოლო ობიექტი იყო, სადაც ვიყავით და ასევე მინდა რომ ჩემი გამოცდილება ძალმოკლედ თქვა, მე მივხვდებით, რომ ყველგან თვალებითაც და ყურებითაც და გულითაც დევნილებს ვეძებ ყველა სივრცეში, მეგრული გვარით უკვე ვეკითხები დევნილი ხო არ ხარ მეთქი, ყველას ჩამოვული ხოლმე და ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ მართლა მგონია და მართლა მჯერა მაგის რომ სხვანაირი კავშირია ეს არ არის არც მარტივი კავშირი, მაგრამ არც სრულად ტრაგიკული, ასე ვიტყოდი, საკმაოდ ძვირფასია ჩემთვის. და ამ ჩასახლებებში მისვლა ჯერ ბაბუაჩემისგან მქონდა დაბარებული, რომ ყველგან რომ მიხვალო, სქენიო იკითხეო, ახალი კინდრიდან ხო არ არის ვინმეო აუცილებლად მეცოდინება. ამ დავალებით ვიყავი ასევე ცალკე წამოსული, ეს იყო ცალკე დავალება ჩემი ოჯახისგან. და აქ როცა მივედი და მართლა არც სიღარიბე მიკვირს და არც საერთო საცხოვრებელი მიკვირს და მე თვითონ ვიცხოვრე ასეთ საცხოვრებელში, მაგრამ მე მიცხოვრია სასახლეში. მართლა ბაგების თუთქალაქი ყოფილა, არ ვიცი, მიხობს რომ იქ არც წყალი გქონდა და არც გაზი გქონდა და იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა. მართლა საოცნებო მდგომარეობა ყოფილა თურმე ბევრი დევნილისთვის დღესაც კი. და იქ მე ყველაზე მეტად გული რამაც მატკინა, ყველაზე ხშირად ვისაც ხვდებოდი იყვნენ მოხუცი ხალები და პატარა ბავშვები. ეს იყო ყველაზე სევდიანი ჩემთვის, რომ ყველაზე მოწყვლადი ვინ შეიძლება იყოს, არიან მოხუცები, ხვდები, ანუ აი 60 წელს გადაცილებული მინიმუმ და ეს ამ ადამიანებმა რა ვიცი ვიღაცა ყვებოდა, რომ ძმასთან ერთად ცხოვრობდა და ძმა დაეღუპა, ვიღაცა ყვებოდა, რომ ქმარი დაეღუპა. ზოგი ლოგინი დაედგება, ზოგს ონკოლოგიური დაავადებები. ერთ-ერთ ჩასახლებაში ვიკითხეთ, რითი ირჩენდნენ თავს და ეს იყო მოცვის პლანტაციებში მუშაობა, რომელიც საკმაოდ სეზონური საქმეა, ანუ ზამთარში მოცვის პლანტაციას თუ არც რომელ სეზონზეა, ყველა სეზონზე ამას ვერ გააკეთებ. აი ეს მდგომარეობა იქ ქათმები იყვნენ ამ ინგირის მეურნეობაში უკანა ეზოში. ასევე მე რო ვიხსენებდით, რომ სხვადასხვა ჩასახლებებში აივნებზე ბოსტნები აქვთ დევნილებს და ეს არის ერთ-ერთი რაღაც, სადაც მინდოდა ლაპარაკი, რომ ესე ხელი მოკიდო დევნილს, რომელმაც მაგალითად მიწასთან იცხოვრა იქაც და მე აქაც 32 წელი და მე-13 სართულზე გამოკიდო ბინაში, სადაც სხვა რამის კეთებას არის, სხვა მეურნეობას არის მაგალითად მიჩვეული და პირიქით მთელი ცხოვრება რო ბინაში ცხოვრა ის სოფლის განსახლების პროგრამით, რომელიც ჩემს ჩავარდა ეს პროგრამა, მან არ იმუშავა, საერთოდ რამე თუ მიზანი ჰქონდა, არ ვიცი რა მიზანი შეასრულა. არც არავის არ გაუზომავს მისი არჩევა. ამიტომ ჩემსაც დავეფუძნები და ვიტყვი რომ ჩავარდა. თუ ვინმე რამე კვლევას გააკეთებს, აგერ ვარ გამომიგზავნი და მე შევიცვლი აზრს თუ საჭიროდ იქნება. ამ ასე მოწყვიტო იმას, რითიც თავს ირჩენს და მე მე-13 სართულზე ის გააკეთოს ბოსტანი და ვიღაცამ ვინც ბინაში იცხოვრა, მიწაში იჩხიკინოს და თავიდან დაიწყოს ხალხო ეკონომიკური ცხოვრება მათ შორის. რა ხარისხის გუგრილობა ამასაც ვერ ხსნი რა. ანუ ის რომ განასახლე, იმდენად სტანდარტი დაბალი გვაქვს, რომ ოღონდ თავზე ჭერი ნუ ჩამოემხობა ადამიანს და ოღონდ რაღაცა ბავშვი ნესტს და მას რა სოკოს ნუ შეისუნთქავს კედლებზე გამოსულს და რაღაცა აი ჯანდაბას. იდეაში ამიტომაც არის, რომ ის განსახლებული დევნილების ეკონომიკური გაძლიერებაც ვერ ხერხდება, იმიტომ რომ არანაირი აქტივი მათ არ გააჩნია. ის ბინაც კი, რომელიც მათთვის არის გადაცემული, აი ზუგდიდი რო ავიღოთ იგივე, ხო? ზუგდიდში ბინებს აქვს კოლოსალური ფასი. თითქმის იგივე რაც თბილისში, მაგრამ არა დევნილთა კორპუსებში არსებულ ბინებს. და როგორც ვიცი, არ შეგიძლია რაღაც ეს მართალია, რომ თქვა რომ მიიღებიან 3 წელი არ შეგიძლია რომ გაასხვისო ან გაყიდო. გასხვისებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის რამოდენიმე დათქმა. ერთი დათქმა არის ის, რომ ხო მიღებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ შეგიძლია გასხვისება. ესეც ამის
ამისი შემოღების ამ დათქმის შემოღების პირველი მიზანი ისევ დევნილების დაცვა იყო თავის დროზე, რომ მაგალითად თუ დევნილს ჰქონდა ბანკში ვალი, ან ჯანმრთელობის პრობლემა არ გაიყიდა და არ დარჩენილი იყო ისევ ჭერის გარეშე. თუმცა აი სოფლოცახლის პროგრამა საერთოდ გამორიცხავს ჭერის შენარჩუნებას, იმიტომ რომ 22,000 ლარად შეუძლებელი არის რაღაც თავშესაფარი შეიძინო. აი მე არ ვიცი 22,000 ლარად როგორ ან ბინის შენატანი რო გინდოდა შეიძლება არა მაგალითად არ გეყოფა რა არის 22,000 ლარი 22,000 უბრალოდ სახელმწიფოს თვალს ხუჭავს დევნილიც ცდილობს რომ სულ არაფრის მიღებას ურჩევნია რომ ეს თანხა მიიღოს თორემ ყველა მხარემ ვიცით რომ სოფლოცახლის პროგრამის ფარგლებში დადებული გარიგებები ეს თვალთმაქცური გარიგებებია. ნანკა ორი კითხვა მინდა რომ დაგისვათ ამ თემაზე და მე უკვე გადავალ სოხუმის აეროპორტის ამბავზე, თუმცა მე ზუსტად ვიცი რომ შენ კიდევ მოხვალ ჩვენთან, იმიტომ რომ ეს ფორმატი ერთი გადაცემით არ არის შენთან სალაპარაკოდ საკმარისი პირადად ჩემთვის. ერთი კითხვა არის, უნდა გკითხო, რადგან საბინაო პოლიტიკაზე ვლაპარაკობ და შენ ჩვენზე ბევრად მეტი გამოცდილება გაქვს ამაზე მუშაობის, ამ ყბადაღებულ სტერეოტიპზე რომ რვაბინა მიიღო ვიღაცა დევნილმა, როდემდე უნდა უღელავდეთ, აი ეს რომ როდემდე უნდა ითხოვდეს დევნილის საცხოვრის კორუფცია. ასევე ის რომ ის ბინები დაკეტილია, ეს გამიგია ძალიან ბევრჯერ, რომ ბინა რომ მისცეს იქ არავინ ცხოვრობს, ის დაკეტილია და ეს ყველაფერი ოღონდ შეიძლება მე ეჭვი არ მეპარება, რომ ერთეული შემთხვევები ამის ნამდვილად იარსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია პირადადაც მათ შორის, რამდენად დიდი კორუფციული რაღაცა ბნელი რაღაც ხდება, რასაც ვერ ვხვდებით რა ხდება, მაგალითად განსახლების პოლიტიკის ირგვლივ. მაგრამ რამ საბოლოოდ ისე ხდება, რომ ეს ხდება გენერალიზება ხდება ამის და განზოგადება დევნილებზე, რომ რაღაცა მე 4 ბინა მაქვს და ახლა მე 5 მინდა თუ რაღაც და ამაზე რას უპასუხებდი შენი პასუხი რა ხოლმე ამას თუ გეუბნებიან? მე მიმაჩნია რომ თუ რომელიმე დევნილ ოჯახს აქვს ერთზე მეტი ბინა ამაში დამნაშავე დევნილი არ არის. სახელმწიფო. ამაში დამნაშავე არის სახელმწიფო პოლიტიკა, იმიტომ რომ ის არის პროგრამის გამხორციელებელი. და დაუშვა ეს. მას ევალება მონიტორინგი, სხვათა შორის არასამთავრობო სექტორი საკმაოდ არაერთი წლის განმავლობაში ვთხოვდით სახელმწიფოს, რომ მოეცა შესაძლებლობა ერთობლივად მაინც თუ მხოლოდ ჩვენთვის არა, განგვეხორციელებინა აი ამ განსახლების მონიტორინგი, განსახლების პროცესის მონიტორინგი. გულისხმობ იმას, რომ როდესაც უკვე განსახლდებიან. კი. მიუხედავად ამისა, გვაქვს ის შედეგი, რაც შედეგიც გვაქვს, მართლაც არსებობენ, მეც ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც რეალიზებული შემდგარი არიან, რომელთაც აქვთ თავიანთი შრომით თუნდაც შეძენილი ბინები, მაგრამ დევნილთა სააგენტოსგანაც მიიღეს საცხოვრებელი ფართი. აი ხალხს ნახევარი ქული გაინტერესებს აქ სხვადასხვა რაღაც არის, სხვა საკითხს შეიძლება ეს დავუკავშიროთ. ერთი ხო, რა თქმა უნდა, ნეპოტიზმი, კორუფცია და ჩვენ რა თქმა უნდა და ჩვენ გვახსოვს მათ შორის სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც დაკავებული იქნენ, მაგრამ არასოდეს არ იქნა დაკავებული გადაწყვეტილების მიმღები პირი. ხან ეგ როგორც ყოველთვის. თუმცა აქ არის სხვა მომენტიც, მაგალითად ისევ ის რომ არსებული პოლიტიკა დევნილს უბიძგებს გააკეთოს და შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც მას შეიძლება ვთქვათ, აი მსუბუქად რო ვთქვათ, უღირსი საქციელია. ანუ თუ მეუბნება სახელმწიფო რომ შენ უნდა გიჭირდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ ქულების დაგროვებას, ამ შემთხვევაში მოგენიჭება პრიორიტეტი, რა დევნილს რომელსაც არ აქვს ნდობა სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ, ხშირად არ იცის, როდის მოუწევს მას რიგიან საერთოდ მოუწევს თუ არა. აი ხა ყველა დევნილს გონია მაგალითად რომ 2023 წელს აპლიკაციები რო შეავსეს, ყველა მიიღებს, მაგრამ მე არ მგონია. ჩვენ ხო ვიცით, მე ვაღიარებ რომ მეგონა გავიქეცი გიჟივით 29 თებერვლამდე თან რაღაცა ესე გავრცელდა ეგ ამბავი რომ 29 თებერვალს თუ არ შეავსებ მორჩა მე აღარაფერი მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს ასე არ იქნება და ჯერ კიდე ყველაფერი წინა მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის რომ აი პოლიტიკამ არ უნდა უბიძგოს დევნილს შეიქმნას ხელოვნურად სიდუხჭირე თუნდაც დროებით რომ მოხდეს აი ამ განსახლების პროგრამაში. და მეორე რაღაცას დავამატებ. მეორე არის ქრთამის კომპონენტი, რომელიც მე არაერთხელ მომისმენია, მათ შორის ვეტერანის სტატუსზე, ოღონდ მე ამაზე ყოველთვის ვამბობ, რომ ბაბოჩემი არის ვეტერანი. ომის ვეტერანია, 100 მეთაური იყო, იბრძოდა, ბაბოჩემს არ აქვს ვეტერანის სტატუსი და ამის მიზეზი არის შემდეგი. ბაბოჩემ როცა მოიკითხა, როგორ შეიძლებოდა მიიღო ვეტერანის სტატუსი,
იმდენი რკინის ქალამნები უნდა ამოეცვა და ერბინა ოზურგეთიდან ესე იგი უნდა ჩამოსულიყო თბილისში აქ რაღაცები უნდა ერკვია და მისთვის იყო ეგ შეურაცხყოფელი და არ გააკეთა ეგ მაგრამ მე მაგალითად ვიცი რომ ისე ვეტერანები იხდიან ამ ქრთამს იმიტომ კი არა რომ იტყუებიან და ვეტერანები არ არიან მაგალითად იმიტომ რომ აი ის პროცესი რომელიც ჩვენ და გაიარო რომ ვეტერანის სტატუსი 100 ლარი თუ რამდენიც არის დახმა ეს მიიღოთ რომ მეტი რა სიკეთე გაქვს შენ ხო თუმცა იქ ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ თუ ვეტერანის სტატუსი გაქვს მაშინ განსახლების პროცესში საკმაოდ მაღალი ქულა გენიჭება და პრიორიტეტი ადრე ცალკე სიითაც გადიოდნენ ამიტომაც მე მგონი მამაჩებს აქვს ვეტერანის სტატუსი მაგრამ ჯერ დროებით სასწავლებლზე მაგალითად როცა არის ქრთამის გადახდაზე ლაპარაკი მე მგონია რომ სახელმწიფო როცა მასთან ლაპარაკის და ურთიერთობის ერთადერთ ენად ქრთამის ენას გთავაზობს შენ გაქვს ორი ვარიანტი აი მაგალითად ვეტერანებზე ან ეს არ გააკეთო და არ მიიღო შესაბამისად ისაც გეკუთვნის ან ეს გააკეთო ამიტომ მე არასდროს არ მიჩნდება ბრაზი იმ დევნილის მიმართ რომელიც მას ქრთამი გადაიხადა მიჩნდება ბრაზი იმის მიმართ ვინც დევნილს აგრძნობინა ერთი და არ წმუნა მეორე და შეუქმნა გარემოება მესამე სადაც ქრთამის სხვა გარდა სხვა ენა არ არის სადაც მე შენ დაგელაპარაკები როგორც სახელმწიფოს ამიტომ ეგ რაღაცა ტალახი რომელსაც დევნილებს ესვრიან მგონია სახელმწიფოს მისამართით არის ასროლი საბოლოო ჯამში თუმცა სამწუხაროდ ეს პოლიტიკა დევნილთა სტიგმატიზაციას კარგად უწყობდა ხელს და ახერხებდა ამიტომ თუ ვინმეს ორი ან სამი დევნილი აქვს, ისა ბინა აქვს დევნილს გულისხმობ. ხო, მე არ მინდა რომ დევნილებმა ამ დევნილისკენ გაიშვირონ ხელი. იმიტომ რომ სახელმწიფო მისცა მათ. კი. გარდა ამისა, სისტემა არ არის გამართული, ესე იგი, ან ძალიან კარგადაა გამართული ზუსტად იმისთვის, რომ არ იმუშაოს მათთვის, ვისაც ეს სჭირდება ყველაზე მეტად. თუმცა კიდე მეორე კომპონენტია, რომ დევნილები სამწუხაროდ ზუგდიდის ვიზიტს გავიხსენებ ისევლე დევნილები სამწუხაროდ არ იბრძვიან საკუთარი უფლებების დასაცავადაც. აი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათ ნამდვილად ეკუთვნით, მაგრამ უარი მოსდით სააგენტოსგან, სამწუხაროდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში მიმართავენ სასამართლო გზით. პირველი ეს არის ის, რომ ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვთ. ინფორმაციაც შეიძლება ნანა. აბსოლუტურად გეთანხმები ინფორმაციასთანაც, მაგრამ მეორეს მხრივ იციან, რომ სასამართლო არის ხანგრძლივი პროცესი და კიდე სადღაც იმედი აქვს ხარჯიანიც ამ ხარჯის გადახდის შესაძლებლობა არ არის უფასო დახმარებები თითქმის არ არსებობს იურიდიულს გულისხმობ და გარდა ამისა მიაჩნიათ რომ თუ ჩუმად იქნებიან მათი განსახლება უფრო კი სწრაფად მოხდება. კი, ამის მაგალითები გვაქვს კიდე და ბევრჯერ გვისაუბრია თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ თან მე მგონი იმაზეც არის ეს ზოგადად არ მგონია მარტო დევნილების პრობლემა იყოს, მაგრამ ალბათ დევნილების თემში უფრო გავრცელებულია, მაგრამ აი ეს ნიჰილიზმი, რომ მაინც არაფერი არ გამოვა და თითქოს ამ პროცესის დაწყებაც გეზარება და არ გაქვს ამ გეზარება რა უფრო ის არის, რომ არ გაქვს ამის თავი და მით უმეტეს როდესაც ისეთ პირობებში გიწევს ცხოვრება, როგორ პირობებშიც უწევთ დევნილებს ცხოვრება, ნამდვილად შეიძლება უბრალოდ დროც კი არ გქონდეს, რომ თუნდაც ინფორმაცია მოიძიო, რა შეიძლება რომ გააკეთო იმ შემთხვევაში. ანუ მეც კი მართლა ხანდახან ჩემ თავზე უფრო ბრაზდები, რომ რატო არ მივდივარ ყოველ დღე ამ სამინისტროსთან და რაღაცა არ ვეკითხები, რომ რა ხდება. იმიტომ რომ არ ხარ საკმარისად სასოწარკვეთილი ნინიკო. მე მაგას ვამბობდი წეღან. არა, მაგას ვამბობდი წეღან. არა, წეღან რასაც ვამბობდი რომ სახელმწიფო უკანასკნელი გვახსენდება მე მანამ სანამ ქირის გადახდა შემიძლია მაგას არ ვიზამ იმიტომ კი არა რომ არ ვიცი რომ ეკუთვნის იმიტომ რომ ჯერ ერთი ზუსტად ვიციო წაგებული ბრძოლაა ჩემთვის აი ეგ არის რაღაც რის გამოც ძალიან ბევრი დევნილისგან მომისმენია რომ რა აზრი აქვს რა აზრი ყოველთვის აქვს აი მეც მაგ ეგანს რა აზრია ეხლა პოსტი დავწერე ამაზე ეს მე უფრო მივალ აი ეხლა ჩემ მაგალითს უნდა ეგულებოდეთ დევნილებს თუნდაც ერთეული მაგრამ ადამიანები თუ ორგანიზაციები რომლებმაც შეიძლება მათ როგორც მინიმუმ სამართლებრივი კონსულტაცია მისცენ უფასოდ და გარკვეულ შემთხვევებში ასევე აღმოუჩინონ საადვოკატო მომსახურებაც თუმცა აქვე იმასაც დავწენ რომ დევნილებმა ისიც უნდა იცოდნენ რომ არის შემთხვევები, როდესაც მათ საერთოდ არ სჭირდებათ ადვოკატი. ამით შეუძლიათ დაზოგ სასამართლო ბავშვისგან შეიძლება იყვნენ გათავისუფლებული. მაგალითად, როდესაც დევნილის სტატუსი, აი ემიგრაცია რო ვახსენეთ, ემიგრაციიდან არაერთი ადამიანი დაბრუნდა, რომელიც ომამდე ან ომის პერიოდში ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა მათ დღეს სტატუსი არ აქვს და ეს ბოლო არჩევნებმაც ანახა. ეს ადამიანები ახლა ჩამოსული არიან და სურთ დევნილის სტატუსის აღდგენა, მაგრამ თუ უარს მიიღებენ დევნილთა სააგენტოსგან, უნდა იცოდნენ, რომ შეუძლიათ სასამართლო წესით იდაონ. და აქ
თვითონ საკუთარი უფლებების დაცვა უკეთესად შეუძლიათ ვიდრე უცხო ადვოკატს, რომელმაც არ იცის მათი რეალური ისტორია. კი ბატონო. ამიტომ აუცილებლად დევნილები უნდა იბრძოდნენ ყველა შესაძლებლობით საკუთარი უფლებებისთვის. ამის წარმატებული მაგალითიც გვაქვს ჩვენმა მეგობარმა კომიკოსმა ირაკლი ჯაბუამ მოიპოვა დევნილის სტატუსი ზუსტად სასამართლოს დახმარებით და ეს არის ირაკლი იქნება ჩვენი სტუმარი აუცილებლად და შეუძლია მოგყვეს დეტალებში. შენ უნდა მოგეყოლა შენი მაგალითი. ანუ ხო ერთი მაგალითი მინდოდა მეთქვა რომ განათლებაში მხარდაჭერის კუთხით ხუმრობდი რომ არც კი გამხსენებია აფხაზეთის მთავრობა თქვა და მე ბევრმა მომწერა რომ მიდიო მაინცო რა ანუ მიაწექიო მოკლედ რა იცი იქნება რა და ანუ ხო მიცნობთ რავი თქვენც მიცნობთ და თქვენც მიცნობთ უკვე მე მგონი და იმდენად დარწმუნებული ვარ რომ აზრი არ აქვს ამ განცდას რა უნდა უშველო მე მართლა არ ვიცი მე რა მგონია ამიტომ მესმის ჩემი აზრით ძალიან კარგად მათთვის ვინც არ იბრძვის რა. ანუ თითქოს იქ რომ მიხვიდე, იმდენად ბუნდოვანია ეს ყველაფერი თვითონ ვერ გაგცემე პასუხს. ჩემთვის არის შეურაცხყოფელი ის დამოკიდებულება, რაც მომიყვნენ მაგალითად, რომ თვეების განმავლობაში არ გხვდება არავინ. მომიყვნენ რად მინდა ადამიანები თავს იწვავენ და თავს იკლავენ ამის გამო, ხო ვნახეთ ეს, რომ ელემენტარული ყურადღების გამო. ისიც არ ვიცი ამ შეურაცხყოფის ატანა და გადატანა თუ შემიძლია. გულწრფელი რო ვიყო, რომელიც არის აბსოლუტური იგნორი შენ მიმართ და ის რომ ვითომ არც კი არსებ და ვიხარ შენ საერთოდ მოგვატეკი. აი ეგ რამდენად შემილია ემოციურად მაგ დამოკიდებულების ატანა, მართლა არ ვიცი. ამიტომაც ვიკავებ ალბათ თავს და ამიტომ მგონია რომ მესმის კარგად იმ ადამიანების ვისაც უიმედოა ეს ბრძოლა, ან აი ბაბუაჩემის მაგალითი რაც იყო რომ ღირსება შემლახველია ეგ დამოკიდებულება რომ ირბინოს წინ და უკან რომ ერთი მისცენ რა ქვია ვეტერანის სტატუსი ხო მაგალითად. ზოგადად აფხაზეთის მკვიდრნი და აფხაზეთიდან დღეს დევნილი ადამიანები ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ეს არიან ის ადამიანები რომლებსაც უსაზღროდ დიდი სიამაყის გრძნობა ჰქონდათ ყოველთვის. განსხვავებულად იყო მათში აღქმა ღირსების და შესაბამისად სირცხვილისაც ნანკა იტყოდი ეგრე მარტივად დარწმუნდი ხო არ არის 2004 წლიდან რაც დევნილებთან მუშაობ ძალიან ხშირად ჩემთვის მიფიქრია რომ იმ სისტემამ რომელიც დევნილობიდან დღემდე არსებობს გულისხმობ ომის დასრულებიდან დღემდე სამწუხაროდ დევნილების არც თუ ისე მცირე ნაწილი წელში გატეხა განსაკუთრებით ჩვენი მშობლების, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობა. მაგრამ ამის და ამაზე ძალიან მტკივა გული. სამწუხაროდ ეს ზუსტად იმ პოლიტიკის შედეგი არის, რასაც ამ წლების განმავლობაში, მთელი 32 წლის განმავლობაში ჩვენ ხედავდით დევნილების მიმართ, მაგრამ აქვე ისიც მინდა ვღნიშნო, რომ დევნილ თემში არის არაერთი ძალიან წარმატებული ახალგაზრდა. და მე გული იმაზეც მწყდება, რომ ამ ახალგაზრდების რესურსი სათანადო გამოყენებას ჩვენი ქვეყანა ვერ ახერხებს. ვერ ახერხებს როგორც მაგალითად მუნიციპალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ დონეზე, საერთაშორისო დონეზე და ასე შემდეგ. კი ბატონო. განსახლებაზე, დროებით განსახლებაზე ვილაპარაკეთ, სანამ დაუბრუნდებით, ეხლა ცოტა დაბრუნებაზე მინდა ვილაპარაკოთ ძალიან კონკრეტულ კონტექსტში, რაც არის სოხუმის აეროპორტის ამბავი. ჩვენი მაყურებლისთვის, ვინც ეს არ იცის, რაზე ვლაპარაკობთ, წეგან აღნიშნეთ, რომ 32 წლის შემდეგ პირველად 2025 წლის 1 მაისს შედგა ფრენა სოხუმის აეროპორტის მიმართულებით. ეს ფრენა შედგა მოსკოვიდან. აეროპორტს არძიმბას სახელი აქვს მინიჭებული. და როგორც შეჯობით ამბობენ სამხედრო ტვირთის გადატანაზე იქნება ეს აეროპორტი გამოყენებული, თუმცა ეს ფრენა ადამიანებით შედგა, ჩავიდნენ მოკლედ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, დიდი სალუტები, დიდი მისალმებები და ბედნიერება და ზეიმი მოჰყვა ამ ამბავს და ამის საპირწონე განგაში არ მოჰყოლია ქართული სახელმწიფოსგან. და მე მგონი დიდად არადევნილმა და მე არ ვიცი რამე განცხადება გააკეთა საგარეომ და განცხადება გააკეთა დავითაშვილმა ვიცე-პრემიერია თუ ვიცე რაღაცა მოკლედ ვიცე კოცია ვიღაც არ ვიცი და თქვა რომ ჩვენ ყოველთვის გმობდით ამ ტიპის ამბებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არც ერთი სიტყვა ოკუპანტის პოლიტიკაზე, როგორც გამყარებაზე ოკუპირებული ტერიტორიებზე მისი კონტროლის. არც ერთი სიტყვა ამაზე, არც ერთი სიტყვა რუსეთზე არ იყო, გარდა იმ კონტექსტისა, რომ ხომ გითხარით, რომ ასე არ ქნათო? აი, ეს იყო ემოცია მე რაც დამრჩა, როგორც დევნილს იმას რო კითხულობდი. კაი რა, ხო თქვი? აი, ასე ზუოდა ქართული სახელმწიფო. ჩემი განცდა მართლა ეს იყო. მინდა პირველ რიგში შენი განცდა და მოსაზრება მოვისმინო.
და ასევე მინდა რომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს რატოა ეს რაღაც, რაზეც ასე აღშფოთდით და ასეთი განგაშის ზარები ჩაგვერთო დევნილებს. იცი რა ხო შეიძლება იფრინონ კაი რა მოხდა ან რაღაც ეს რატო არ უნდა კონდეს ეგეთი ხო გააჩნია ვინი ფრენს თუ აფხაზებზე იქნება საუბარი ჩვენ აფხაზებისთვის ასევე გვაქვს გარკვეული შესაძლებლობები შეთავაზებული ხო შეიძლება წირია ყველას არ უნდა გამოყენება ან ყველასთვის განსხვავებულად არის ხელმისაწვდომი მაგრამ მათ თავისუფლად აქვთ იმის შესაძლებლობა ყოველ შემთხვევაში მეტნაკლებად რომ მათ შორის საქართველოს გავლით საზღვარგარეთ განახორციელონ ვიზიტები. აქ მნიშვნელოვანი ის არის ვინ ასრულებს ამ ფრენებს. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი და ვინ იფრენს. საქართველოსთან ნამდვილად ჩვენ რო ვერ ვიფრენთ დევნილები ვიცი. ჩვენ ენგურზე არ მიგვიშვეს ხალხო მაგას ცალკე მოგიყვებით მე. და გამოდის რომ იფრენენ რუსეთის მოქალაქეები ძირითადად ხო იმიტომ რომ სხვები მაინც ვერ შევლენ მათ სპეციალური ნებართვების აღება და მთელი პროცედურების გავლა სჭირდებათ. მაგალითისთვის უცხოელი ტურისტები რო ავიღოთ. ანუ გამოდის რომ მაქსიმალურად გამარტივდება ფრენა რუსებისთვის. ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, როდესაც წავიკითხე რომ თბილისი, მოსკოვი, სოხუმი იფრენს. იმიტომ რომ ეს პირველი კითხვა რაც დამებადა იყო ის რომ და ოკუპაციის შესახებ კანონი ანუ დავხიეთ, როდესაც ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ღირსებით წინსვლაზე ვსაუბრობთ, რომელ ღირსებით წინსვლაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანა, რომელმაც შენი ქვეყნის 20%-ზე მეტის ოკუპაცია განახორციელა 300,000-მდე ადამიანი იძულებული გახადა, დევნილი გამხდარიყო თავის ქვეყანაში, რომელიც დღენიადაგ იტაცებს შენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან შენსავე მოქალაქეებს რომელიც იმავე აფხაზეთში ქართულად სწავლის შესაძლებლობას არ გაძლევს და ამ დროს თავისუფალი ფრენების შესაძლებლობა აქვს და თან კიდევ მარტივად იმ ადამიანებსაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს გულისხმობ, რომლებმაც თავი საქართველოს შეაფარეს და ეხლა დასასვენებლად აფხაზეთში უნდა წავიდნენ. ეს არ ვიცი, ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო განსაკუთრებით დუმილი მათ შორის ქართულ ოცნებაში იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც გარკვეული წვლილი აქვს მშვიდობის მშენებლობაში შეტანილი და ესმით ეს საკითხები. მაგალითად ბატონი ვოლსკის. ხო. იცი რა გამოდის რომ შენი ოკუპირებული ქვეყანა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქმნის კომფორტს რომ ისინი შენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავიდნენ უფრო მარტივად შენი ქვეყნიდან. ნანკა ეს კი ეგრე გამოდის. ეს ხო ნორმალიზება არის ოკუპაციის რაღაც. ეს არის მიჩვევა ნელ-ნელა ჩვენი არ ვიცი დავაკვირდით თუ არა ან ვაკვირდებით თუ არა ტერმინოლოგიების ცვლილებებსაც განსაკუთრებით მინდა იმ მაგალითად გამყოფი ხაზი კი კონფლიქტის პირა გაქრა იძულებით გადაადგილებული პირები კი არა ეხლა იყენებენ დროებით აფხაზეთიდან გადაადგილებული პირები დროებით არ ვართ ჩვენ იძულებით ვართ კი დროებით ვართ იმიტომ რომ მე მჯერა რომ იძულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იძულება არის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ჯერ ერთი რატომ მიცვლი იმას რაც კანონში მიწერია იმ ტერმინს და იძულებას რატო უკარგავ იმას რაც რა დანიშნულებითაც ნანკა რას გეუბნება ეს ყველაფერი შენ როგორც არა მხოლოდ როგორც დევნილს არამედ როგორც ადამიანს 2004 წლიდან ამ საკითხებზე მუშაობს მე მაქვს შიში იმის რომ ჩვენ ნელ-ნელა მივეჩვევით საზოგადოება ნელ-ნელად მიეჩვევა ყოველ შემთხვევაში იმას, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები შეიძლება ჩვენ კიდევ უფრო დაგვშორდნენ და აი რო ვიცახით რომ შეიძლება ოდესმე დავბრუნდეთ ჩვენს მშობლიურ კუთხეში ეს ოდესმე არ დადგეს. და ეს არ იყოს ტრაგედია ჩვენთვის. ხო. ხო, ეგ ყველაზე საშიშია ალბათ ნამდვილად. ნანკა, ეხა შენ რაც მოგვიყევი ყველაფერი ჩემთვის არის მართლა უდიდესი ინფორმაციის და თან ინსპირაციის წყაროც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეა, რასაც ან ცალმხრივადან ერთი კუთხიდან ვუყუროთ, მაგალითად განსახლების საკითხი თუნდაც, მაშინვე მთავრდება მაგ საკითხზე ფიქრი, როცა განსახლდება დევნილი და ძალიან იშვიათად ვფიქრობთ განსახლების მერე რა ხდება, ან სად განსახლდება ეს ხალხი, ხო? და მათ შორის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც და მადლობა ამისთვის, მაგრამ აქედან ვერ გაგიშვებთ, ვიცი რომ ბევრი გავაპარაკეთ, მაგრამ აქედან ვერ გაგიშვებთ შენი პირადი დევნილობის გამოცდილების გაზიარების გარეშე, იმიტომ რომ შენ არ ხარ მხოლოდ აქტივისტი და უფრო დამცველი შენ დევნილი ხარ გალის რაიონიდან და მე
არ ვიცი პრინციპში ჩვენ ბევრი გულაპარაკია, მაგრამ არასდროს გულაპარაკია შენს გამოცდილებაზე და მინდა გკითხო, რამდენი წლის იყავი პირველ რიგში? ეს მინდა, ასევე რა გამოცდილება გაქვს და თუ გაქვს გამოცდილება გალში ცხოვრების? და როგორია შენი დევნილობა, რა ტიპის გამოცდილებებს მოიცავს? ხო, ჩემთვის ძალიან ემოციურია ამ საკითხზე საუბარი, განსაკუთრებით ემოციური და მძიმეა ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ, იმიტომ რომ რაღაც ჩვენთვის ორივესთვის ესე იყო, ჩვენ არ განვიხილავდით სხვა რეალობას, თუ არა იმას, რომ როდესაც უკვე ვიქნებოდით რაღაც ხანდაზმულობის ასაკში, ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებდით აფხაზეთში, ვიქნებოდით დაბრუნებულები გალში ჩვენს მშობლიურ სახლში, რომელიც მამამ სპეციალურად და მთელი რუდუნებით ააშენა ჩვენთვის დედასთან ერთად, მაგრამ იქ ერთი ღამეც არ გაგვითენებია. და არ ვიცი, რაღაც სიმბოლური იყო სიმართლე გითხრა, როდესაც ჩემი ძმა გარდაიცვალა და რახან ვიცოდით, რომ იქეთ ვერ შევძლებდით მის გადასვენებას, მისთან აფხაზეთის მიწა იქიდან ჩამოვიდა გალიდან. და პირველიც რაც დამესიზმრა, არ ვიცი რატომ, მაგრამ იყო ის, რომ ორივენი ვისხედით მანქანაში და გალში იმ ქუჩებში გადავადგილდებოდით, სადაც ჩვენი ბავშვობა გავატარეთ. ხო, მიუხედავად სირთულეებისა, სიმძიმისა, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ მავიწყდება, როგორ წამოვედით გალიდან, ზოგადად ხო ამბობენ. წამოვედით, როდესაც სოხუმი დაეცა. 93-ში ანუ. კი, ბოლო წუთამდე ვიყავით. ბოლო, როგორც კი სოხუმის დაცემის შესახებ გახდა ცნობილი, მაშინ ჩაუბარგდით და წამოვედით. დღემდე მახსოვს, როგორ დარჩა ჩვენი პატარა ცუგა, რომელიც უკან მოგხვდებდა, მაგრამ ვერ წამოვიყვანეთ. მახსოვს ის რომ ენგურის ხიდი იყო აფეთქებული და იქ ვერ გადმოვდიოდით, ამიტომ მდინარე ენგურზე გადმოვედით დიდი სატვირთოთი და ყველანი ვლოცულობდით, რომ ამ დროს წყლის დონე არ მომატებული იყო და მშვიდობიანად შეგვძლებოდა მეორე ნაპირას გასვლა. თუმცა დედა და მამა არ წამოსულა მაშინ, დედა დაგვტოვა ჩვენ აქეთ ბებოსთან და შემდეგ უკან გაბრუნდა, მაგრამ რა თქმა უნდა საღამოს უკვე ანუ რამოდენიმე საათში დაბრუნებიდან მათაც უწიათ წამოსვლა. თქვენ რითი დატოვეთ? ჩვენ დავტოვეთ ჩვეულებრივი ტრანსპორტით, მეზობლის სატვირთო მანქანით, მშობლებმაც მდინარე ენგურით. მშობლებმაც მეზობლის სატვირთოთი დატოვეს, მაშინ უკვე იმდენად კრიტიკული იყო სიტუაცია, რომ რაღაცის წამოღებაზე საუბარი იყო ზედმეტი. ეს ხშირად ამბობდნენ, რომ უბრალოდ გალელებიო. მე რა შენს რომ ჩაატარა კვლევა, იქ იყო ნახსენები ქალებთან დაკავშირებით, რომ სურათები წამოიღო ძალიან ბევრმა დევნილმა და იცით რა ჩვენ არაფერი არ წამოგვიღიათ. აი ჩემი თოჯინებიც კი, რომელიც ხო შეიძლება და პატარა ბავშვს მოზარდს მეხუთე კლასში გადავდიოდი, რომ ამეღო და აი ეგეც არ წამოგვიღია. სურათები შემდეგ მოგვიტანეს, იმიტომ რომ მამას საკმაოდ ესეთი კარგი მეგობრები ყავდა აფხაზები, რომლებმაც ჩვენი სახლი დაწვას გადაარჩინეს, როდესაც შემდგომში მამა დააკავეს აფხაზეთში გადასული, მამა დაიჭირეს, მაშინაც მათი მხარდაჭერით მოხდა, რომ მამა მოხდა ეს დაკავება. დაკავება მოხდა 99-ში, როდესაც ბებიის დაკრძალვა ჰქონდა და ეს შემთხვევა როგორ მოხდა მამას გათავისუფლება, მე მაძლევს იმის იმედს, რომ აფხაზებს და ქართველებს ჯერ კიდევ შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. რუსეთი აცდის ამ ლაპარაკს. რუსეთი აცდის, კი, იმიტომ რომ ტკივილი იყო ორივე მხარეს, ადამიანური დანაკარგი იყო ორივე მხარეს, შეცდომებიც ბევრი იყო ორივე მხარეს. მე ოჯახის წევრებიც მყავს აფხაზები, მეგობრებიც მყავს და არ ვიცი, ჩემთვის ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ მე ვთქვა, რომ ისინი ჩემი მტრები არიან, ან პირიქით მათ მიწოდონ მტერი. თუმცა მახსოვს ასევე, როდესაც გადმოვედით აფხაზეთიდან, შემდგომი მძიმე პერიოდი. ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ გალში როგორც ესეთი ნაკლებად ახსოვს ჩემს მეხსიერებას შეიარაღებული კონფლიქტი, მაგრამ შემდეგ უკვე როდესაც გალიდან გადმოვედით, ჩვენ მარტვილში ვიყავით გარკვეული პერიოდი დედის მხრიდან ბებია ბაბუასთან და მდინარე ცხენისწყალთან ახლოს ცხოვრობდით და აი ამ მდინარე ცხენისწყლის
გაღმა და გამოღმა ქართველები ესროდნენ ერთმანეთს. და ეს იმდენად რთული პერიოდი იყო, რომ ზოგჯერ მინდა რომ აი საერთოდ აღარ მახსოვდეს დევნილობის შემდგომი პერიოდი. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ოჯახს ჩვენს გვიჭირდა, რა თქმა უნდა, თბილისში წამოხვედით ნანკა. ჩვენ ბევრ ადგილას ვიყავით, მაგალითად ვიყავით თავიდან ზუგდიდში, იმიტომ რომ ყველას ეგონა რომ ძალიან მალე დაუბრუნდებოდით, როგორც ეს მანამდე რამდენჯერმე მოხდა. მე რუსთავში დეიდასთან და ბოლოს მე დედმამა ემიგრაციაში წავიდა, ჩვენ შევიძინეთ სახლი და გარკვეულ პერიოდში ჩვენც ვიყავით მე და ჩემი ძმას მშობლებთან, თუმცა მამამ თქვა რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გვეცხოვრა საქართველოში სწავლა გაგვეგრძელებინა საქართველოში და უნდა ყოფილიყავით ქართველები. ამიტომ, როდესაც ჩემი ძმა იყო მე-9 კლასში, მე კი უნივერსიტეტში ვაბარებდი, მას შემდეგ ვზრდიდით ერთმანეთს. და ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ შეიძლება ბევრი დევნილის მსგავსად რთული დღეები ნაკლებად გამომივლია, მაგრამ ემოციურად მშობლებისგან შორს ყოფნა ჩემთვის დღემდე ტრამვაა. ბევრი არადევნილი ქართველისთვისაც ძალიან ნაცნობი სიტუაცია. ამას უფრო მეტი გაიგებს, ვიდრე შეიძლება დევნილობასთან უშუალოდ. იმ წინადადებას თუ ამბობდით თქვენს ოჯახში მომავალ წელს სოხუმში შევხვდებით. რაღაც როცა დაბადების დღე იყო ან ახალი წელი ან რაღაც. ჩვენ ყოველ წელს იდეაში ვხვდებოდით აფხაზეთში. არც ერთხელ დღემდე მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ სახლში იყოს იმის განცდა, უბრალოდ ყოფილიყო იმის განცდა, რომ ჩვენ აფხაზეთში არ დაუბრუნდებოდით. მხოლოდ აი ეს 2024 წლის ზაფხულიდან, როდესაც უკვე ჩემი ძმა აღარ არის ჩვენთან, ხო რაღაცნაირად შენელდა ამაზე საუბარი. თუმცა მე მჯერა და ვიცი რომ ყოველთვის ვამბობ ამას. თუ რამე გამოცდილებას მათ შორის პროფესიულს ვაგროვებ და ვიძენ, ამას ვიძენ ერთი დიდი მიზნისთვის. როდესაც ჩვენ დაუბრუნდებით, იქ გამოვიყენო. და ვიცი რომ ეს აუცილებლად მალე დადგება ეს დრო. ნანკა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მწუხვარ შენი ერთი დანაკარგისთვის და მეორე იმ გამოცდილებებისთვის, რაც ამ ომმა და დევნილობამ მოგიტანა. ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვიზიარე ეს და მადლობა ყველა იმ ინფორმაციისთვისაც, ცოდნისთვის, რაც დაგვიტოვე ჩვენს და ჩვენს მაყურებელსაც. და უნდა გავიმეორო, რომ ეს იყო პირველი ნაწილი შენი აქ ვიზიტის, იმიტომ რომ მე მგონი ძალიან ბევრი ინფორმაცია კიდევ დაგვრჩა. ასე ვერ დავამთავრებთ მხოლოდ ერთი ეპიზოდი. და ძალიან სასიამოვნოა შენი მოსმენა და დიდი მადლობა მართლაც რომ გაგვიზიარე ამდენი სიახლე ამ თემასთან დაკავშირებით. მადლობა და წარმატებები. მადლობა დიდი. მეგობრებო, სულ ეს იყო დღევანდელი ეპიზოდი. მგონია რომ ძალიან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა, სადაც ჩვენც ესე როგორც დევნილები ვთქვით, კი, როგორც დევნილები და როგორც პოდკასტის წამყვანები. შეგახსენებთ რომ გამოგვიწეროთ ყველგან, სადაც ახლა აქ დაინახავთ ეკრანზე, სადაც ნინიკო დამასვამს აქვე და დაელოდოთ შემდეგ ეპიზოდს, დაელოდოთ სხვა დევნილ ადამიანებს. და არ ვიცი თუ დავიწყეთ ამით, მე მგონი არ გვითქვამს მადლობა პროექტ 64 მე არ ხო დაგვეცა ჭერი თავზე და ბოდიში ძალიან დიდი მადლობა. ხალხო ამას არ გვაიძულებს არავინ, ოღონდ ისეთ ნინიკო მზეთქო რომ ფაიმე ხალხო დაგვაიწყდა. არა მე ჩემ თავთან არ გეგონათ რომ ესე იარაღით გვადგანან კამერის უკიდან რომ ჩვენზე რა. არა პირიქით მე ძალიან სვიწახით არ მოწონს, მაგრამ მე ძალიან მიხარია რაღაც აღელვებული მოვდივარ ხოლმე აქ, იმიტომ რომ ძალიან მეგობრული გარემოა და აგრეთვე თუ თქვენ მენატრებენ რაღაც დიდი ხარ რომ რაღაც ეს ორი კვირა ჩავაგდეთ ძალიან არ მომწონდა. და ამიტომ დიდი მადლობა პროექტ 64-ს რომ ისე მოგცეს ჩვენი დროებითი საცხოვრებელი და აუცილებლად გამოგვიწერეთ, უყურეთ ამ ეპიზოდს და ბოტებს დაუკომენტარეთ, და ბოტებმაც დააკომენტარეთ. და თქვენც დააკომენტარეთ. და მოკლედ, კარგი, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა და ნახვამდის.